საველე პირობებში უწევთ დღეს ექიმებს, ისევე როგორც სხვა ბევრი სფეროს წარმომადგენლებს, ყოველთვის ვიწყებთ მსახიობებით, რეჟისორებით, იმ ადამიანებით, რომლებიც ამ პროტესტის ავანგარდში აღმოჩნდნენ და შემდეგ ნახეთ, რომ საზოგადოების ყველა სფერო გაერთიანდა ამ კუთხით. სოფო რომ დავიწყოთ ჩვენთან მიმდინარე მოვლენების ფონზე, სამედიცინო სფეროს ერთობა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კოლეგებმა კაფიოდ დააფიქსირონ საერთო პოზიცია განსაკუთრებით იმის ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ თქვენი კოლეგა გიორგი ახობაძე ახლა უკანონო ტყვეობაშია და უვადოდ ემუქრება მას თავისუფლების აღკვეთა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ცხადია უნდა დავიწყოთ გიორგით. გიორგი არის ჩვენი კოლეგა, ჩვენი მეგობარი. გიორგი არის როგორც სხვა ყველა პოლიტიკური პატიმარი სრულიად უკანონოდ დატყვევებული შეიძლება ითქვას. ის იჯება მხოლოდ იმისთვის, რომ იბრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ის ძალიან აქტიურად იბრძოდა. მე არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც ის დააკავეს, სწორედ რამდენიმე საათით ადრე, პირადად მე გადავუღე აქციაზე ფოტო. მე და კიდევაც თამრე გავრცელდა ეს ფოტო, როდესაც გიორგი, რომელსაც მძიმედ ავად მყოფი დედა ყავდა, მაინც ახერხებდა იმას, რომ საკუთარი ხელით სენდვიჩები ეკეთებინა და საღამოს აქციაზე დაერიგებინა მოქალაქეებისთვის. აი ასეთ ღირსეულ ადამიანზე გვაქვს საუბარი და მე მჯერა, რომ გიორგი ძალიან მალე სხვა პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად იქნება თავისუფალი. ცხადია, თავისუფლება გიორგი ახობაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს არ შემიძლია არ გამოვყვა ასევე გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც როგორც ექიმები ჩვენ ამ კონტექსტში განსაკუთრებით, რომელიც უკვე მერვე დღეა შიმშილობს და უკვე როგორც მისმა მეგობარმა გუშინ Facebook პოსტით თქვა, მას უკვე გადაადგილება უჭირს, საკმაოდ გართულ და დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აი სამწუხაროდ ასე ექცევა ბიძინა ივანიშვილი და ეს ეგრეთ წოდებული თვითმარქვია ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებს. მე აი ახსენე სოფო ჯაფერიძე მედგიდის დამფუძნებელია და მე სწორედ მედგიდის დროს დავინახე ყველაზე ნათლად როგორ არ ადარდებს, როგორ არ აინტერესებს და როგორი 100,000 ხარისხოვანი არის ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისთვის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ეს მე მგონი ახლა უკვე ყველამ დაინახა და მე ძალიან მიხარია, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, აი ამ იდეის გარშემო დღეს ისეთი ერთიანები ვართ, როგორიც ალბათ არასოდეს, აი ბატონი რამაზი და მეთანხმება ისეთი ექიმებიც კი, რომლებიც აქამდე საერთოდ არ გვინახავს საპროტესტო აქციაზე გარეთ გამოსულები, დღეს ისინიც კი გარეთ დგანან და ისინიც კი აი თავისი ძალიან მძიმე სამუშაოს მიუხედავად ისინი ყოველ დღე არიან გარეთ და იბრძვიან ჩვენი ქვეყნისთვის. ბიძინა ივანიშვილს რაც ყველაზე მეტად და რისიც ყველაზე მეტად ეშინია, საბედნიეროდ მან ამას მიაღწია. დღეს გააერთიანა მან საზოგადოება და აი სწორედ ახსენეთ თქვენ, ყველა სფერო დღეს არის ფეხზე, დღეს არის ერთიანი. ეს საპროტესტო ტალღა გრძელდება და ხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო მეტად მზარდი ხდება და კიდევ უფრო მეტად მზარდი გახდება. მე ამაში ვარ დარწმუნებული და ძალიან მალე ქართველი ხალხი დაასრულებს ერთხელ და სამუდამოდ რუსეთს საქართველოში. დღეს მართლაც აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის მხოლოდ ევროპული მომავლისთვის, იმიტომ რომ დღეს რეალურად ჩვენ ვიბრძვით რისთვის? ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. ჩვენ დღეს გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, ხო, რასაც ყოველდღიურად უყურებთ, რასაც კადრულობს ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, სასამართლო ცირკად გადააქციეს. მე რამდენიმე დღის წინ შემხვდა ერთი არაჩვეულებრივი ქალბატონი, სხვათა შორის ექიმი, რომელიც მეუბნებოდა, რომ ყველაზე მეტად რასაც განვიცდიო და ძალიან ჩამჩა ეს სიტყვები, ყველაზე მეტად რასაც განვიცდიო არის ის, რომ სამართლის ძევ ჩემ შვილსო, რომ ზუსტად ვიციო, რომელიც სულ გარეთ დგასო, ზუსტად ვიციო, რომ ჩემ შვილამდეც მოვლენო.
ყველაზე მეტად ამას განვიცდიო, რომ სამართლის ძებნასაც კი აზრი არ აქვს ამ ქვეყანაშია. ის კი არა, რომ სამართალს ვერ ძებნასაც კი აზრი არ აქვს. მართლაც ასეა, რეალურად ქართულმა ოცნებამ რა გააკეთა, რომ სიტყვა სამართალი ქართული ლექსიკონიდან გააქრო. აღარ არსებობს. არსებობს ერთი ცირკის შენობა, რომელიც არის თავიდან ბოლომდე ორიენტირებული მხოლოდ ერთზე. დასაჯოს სადამსჯელო კანტორად იქცა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების და ამას ხედავთ ყოველდღიურად. წარმოუდგენელია ხო ამის ყურება და ამიტომ ვამბობ, ამიტომ ეს სწორედ ეს არის აი ოპტიმიზმის საფუძველი, რაც მაძლევს რომ საშუალებას რომ თქვა რომ დარწმუნებული ვარ და მე მჯერა რომ ძალიან მალე ამ უსამართლობას, ამ წარმოუდგენელ უსამართლობას დაესმევა წერტილი და ქართველი ხალხი აუცილებლად დაუსვამთ ამ უსამართლობას. წერტილს მე მჯერა ბოდიში გაწყვეტინებთ რომ ექიმები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამ ყველაფერში ძალიან დიდ აგურს დავდებთ. და საინტერესოა ბატონო რამოს თქვენთან უნდა გადმოვიდეთ ზუსტად ეს სოფოს ნარატივი რომ გავაგრძელოთ სამედიცინო სფერო დღეს განსაკუთრებით ერთიანია ვხედავთ რომ ის ადამიანები რომლებიც ძალიან პატივსაცემი ადამიანები არიან ჩვენთვის რომლებიც ზრუნავენ ჩვენს მოქალაქეებზე ძალიან ბევრი წლის განმავლობაში დღეს საერთო აზრის გარშემო არიან გაერთიანებული და ამ მხრივაც ცდილობენ რომ თავის თანამოქალაქეებს პაციენტებს გვერდში დაუდგეთ მაგრამ დღეს გვინდა ვისაუბროთ იმ კანონპროექტის შემდეგ რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებაში სამედიცინო კუთხით გულისხმობ ეგრეთ წოდებულ ფარას კანონს რომლითაც გვაჩვენებენ რომ თითქოს რუსული კანონის რელევანტურობა რაღაც დონეზე შეიძლება დაშვებული იყოს ხო სამედიცინო სფეროში განსაკუთრებით მკაფიოდ იგრძნობოდა დასავლური მხარდაჭერა ჩვენ ვახსენეთ რიგი პროგრამები აივშიცის სხვადასხვა სიმსივნის ხო ვიცით სხვადასხვა პროგრამები რომელიც დასავლური მხარდაჭერით ფინანსდებოდა თუ შეწყდება ეს პროგრამები აი რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სფერო მე დავიწყებდი იქედან რომ აი ეს ყველაფერი ეს დიდი აბსურდი რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება ახლა არის კრემლის პროპაგანდა თავიდან ბოლომდე ანუ მათი გაცვლა არის ეგეთი აბსურდი მაშინვე როგორც კი ჩვენ დეტალებში გადავალთ და განხილვას დავიწყებთ დეტალებს ეგრევე მეორე აბსურდს აყოლებენ მესამე აბსურდს იმისთვის რომ ჩვენი წინა აბსურდები გვავიწყდება და გადავდივართ მეორე ანუ ინიციატივას ცდილობენ რომ თავის მხარეზე იყოს ინიციატივა და ჩვენ უნდა მივყვეთ ამ ინიციატივას ანუ ეხლაც ეს ფარას მაგვარი კანონმდებლობა რაც არის ხო ესეც იმ ერთ-ერთი დიდი აბსურდი არის რომელიც შემოგთავაზა კრემლმა ამ შემთხვევაში ბიზნა ივანიშვილის სახით და ცდილობს რომ ჩვენ ახლა გადაგვიყვანოს ამ ნარატივზე რომ ჩვენ ამ დეტალების განხილვაში შევიდეთ რაღაც სიღრმისეულად ანუ აზრი არ აქვს ხო ჩვენ თვითონაც გრძნობთ რომ აზრი არ აქვს დეტალებში შესვლას იმიტომ რომ წინა აბსურდებიც გვახსოვს ასე თუ ისე რაღაცა კანტიგუნდად რაც ხდებოდა მაშინ ამიტომ ეს ისეთივე აბსურდი არის შემდეგი რა იქნება აგერ ვნახავთ კიდევ და უფრო მეტი და მეტი აბსურდი იქნება ჩვენს ეს აბსურდები რეჟიმისთვის აუცილებელია ამისთვის რომ ნიჰილიზმი გამოიწვიოს აუცილებელი არის ეს იწვევს ფრუსტრაციას სამოქალაქო საზოგადოებაში ნიჰილიზმს და გარკვეულწილად ცდილობენ რომ აი ეს საპროტესტო მუხტი მიილიოს და გაჩუმდეს გაჩერდეს საერთოდ ამიტომ მე დღევანდელ დღეს ხო ვცდილობ რომ აი იმ დეტალებში უკვე საერთოდ აღარც მინდა გადავიდე, იმიტომ რომ ვიცი რაც ხდება, ვიცი რა აბსურდიც არის და პირიქით ჩემზე მოქმედებს ეს ყველაფერი. ჩვენ როგორც ექიმები ხა ყველაზე ფაქიზი პროფესია არის და ყველაზე როგორ გითხრათ, ბეწვის ხიდზე გავდივართ საკუთარ თავში, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდა რომ ბრაზი ჩამოგვიყალიბდეს იმ ადამიანების მიმართ, რომელიც ამ რეჟიმს ემსახურება, რომ მე რომ შეიცვლება დრო და საქართველოში დადგება ნამდვილი ჭეშმარიტი დემოკრატია, როგორცაც ჩვენ ვოცნებ, როგორცაც ჩვენ ვოცნებობთ, ხო? რომ მე არ მქონდეს ზიზღის გრძნობა. თუნდაც აი მაგალითად 2-ში და 7-ში სასამართლო პროცესი მაქვს, ამ ჯარიმებთან დაკავშირებით ვცდილობ, მუშაობ საკუთარ თავზე იმისთვის, რომ მე არ გამიჩნდეს ზიზღი იმ მოსამართლეებთან, იმიტომ რომ ხო ვიცი, რომ მათი ქმედება არის ყველა აბსურდული, აბსოლუტურად აბსურდული. რა ტიპის ჯარიმებზეა საუბარი, გითხრათ, გზის გადაკეტვის? გზის გადაკეტვა, კი, გზის გადაკეტვა, როგორც ყველა ბევრ ჩვენთაგანს აქვს. ნუ აი ამიტომ არის რომ აი ძალიან ცუდ თამაშს თამაშობენ ყველა ის რეჟიმის მსახური აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეს მათზედაც აისახება, როგორც კი შეიცვლება პარადიგმა სხვა დრო დადგება.
მათზე აისახება არა მარტო მათზე, მათ ოჯახის წევრებზედაც, იმიტომ რომ ძალიან ცუდ თამაშს თამაშობენ. აქ თუ ეხლა ის რაღაც წითელი ზღვარი გადალახეს ამ ადამიანებმა, მე ეს ყველაფერი უმართავად იქნება და მათი თაობები და შთამომავლები მოკლედ იქნებიან აი ამ წნეხის ქვეშ. ბატონო რამას მაინც რითაც დავიწყეთ სოფოსთან, ამდენად მნიშვნელოვანია კოლეგების ერთადგომა ამ შემთხვევაში. გიორგი ახობაძის მხარდაჭერა, ვიცით რომ ვიყურებს ჩვენს გადაცემას, ჩვენს არხს და არ მარტო გიორგი, ხო სინდისის პატიმრები ყავს ათობით ქვეყანაში, გარდა ამისა მუშიმშილე პატიმარი, გიორგი ჩიკვაიძე. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა ალბათ ის რომ ბევრი ხალხი იყოს ხოლმე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. კი და მე ვიცი მაგის თქმაც მინდოდა რომ გიორგი გვიყურებს, ირაკლი ქერაშვილი გვიყურებს და ყველა დანარჩენი ის 50 პატიმარი და გიორგი იმიტომ ამოარჩიეს სამიზნეთ, იმიტომ ყავდათ რომ ძალიან სამოქალაქო პოზიცია მისი იყო ძალიან კვეთრი იყო და მკაცრი პოზიციაც იყო. გიორგი ძალიან მაგარი კაცი ხარ, ძალიან მაგარი ექიმი ხარ პირველ რიგში და მე ბლოგერი არაჩვეულებრივი. იმიტომ რომ TikTok-ზე ძალიან ხშირად გიყურებდი, გისმენდი. შენი სამოქალაქო პოზიცია იყო აი ჩამოყალიბებული, სრული და ძალიან მომწონდა შენი პოზიცია. ამიტომ გამაგრდი ჩვენ აქედან მაქსიმუმს გავაკეთებთ. კი, მესმის შენს ადგილზე მაგალითად შეიძლება ნებისმიერი ჩვენი კოლეგა ყოფილიყო და ალბათ ასევე ვიქნებოდით ალბათ კამერიდან უყურებდით ტელევიზორს რომ არ გაჩერდეს ეს პროცესი. არ გაჩერდება ეს პროცესი. ჩვენ ძალიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო პოზიცია გვაქვს და თქვენ მალე იქნებით თავისუფლებაზე. ეს მინდა გითხრათ ერთი. მეორე ის რომ კოლეგებთან ცოტა აი ეს სამოქალაქო აქტივიზმი ზენიტში როცა იყო, მაშინ ჩვენ ველოდებოდით, უпростоრად მოდით აქედან მინდა შესავალი გავაკეთო, რომ დემოკრატია ჩვენ თუ გინდა რომ ავაშენოთ ჭეშმარიტ დემოკრატია, კორექციის გარეშე დემოკრატიას ვერ ავაშენებთ. კორექცია რას გულისხმობს? კრიტიკას აუცილებლად. რანაირი ცუდი დროც არ უნდა იყოს, რანაირი ცუდი ნარატივიც არ უნდა ხდებოდეს, ხო? აუცილებელი არის კრიტიკა. რომ ვამბობთ რომ ახლა მაგის დრო არ არის, ხო? აი ზუსტად მაშინ არის ის დრო კრიტიკისა, უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ უნდა დავღვინდეთ, რასაც ქვია, რა დუღილში უნდა ჩამოვაყალიბოთ ეს ყველაფერი. ანუ კორექციის გარეშე დემოკრატია არ მუშაობს. ამიტომ ყოველთვის უნდა ითქვას ის, რომ ბევრი ჩვენი კოლეგა მაგალითად მაინც ჯერ მოლოდინის რეჟიმში არიან გადასული, მაინც იმალებიან რაღაც შირმის უკან და ელოდებიან პროცესებს, როდის ჩაერთონ ამ პროცესებში. მაგრამ მერწმუნეთ კოლეგებო, რომ ეგ დრო არ დადგება, რომ აი ღიად გაიხსნება ეს ყველაფერი და ძალიან სუბუქად შემოაბიჯებთ თქვენ არენაზე. ალბათ დიდი ხანია ხო უკვე ეს დრო არის. 100-ზე მეტია უწყვეტი პროტესტია და ამის ფონზე ალბათ უფრო მკაფიო გახდა, რომ დიდი ხანია მოვიდა ის დრო, როცა საზოგადოების ყველა სფეროში ადამიანებმა უნდა მონახონ საკუთარ თავში ძალა, ჩვენ მათი წესის ხოლმე, რომ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებით მე არ შემიძლია არ გამოყო მართლა ჩვენი სფერო, იმიტომ რომ შეუძლებელია ექიმი, რომელიც 24 საათის განმავლობაში დგახარ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის სადარაჯოზე და უყურებ ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რა მდგომარეობაში აგდებს ადამიანებს. თავპირს ალეწავენ, არ ვიცი, სახლებში უვარდებიან, არა მხოლოდ ფიზიკურად უსწორდებიან, არამედ მორალურად მათ წარმოუდგენელ მდგომარეობაში გვაგდებენ და ამ დროს ექიმი ხარ ჩუმად, ეს უბრალოდ არის უდიდესი სირცხვილი. როდესაც ხედავ სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიცით ნანუკა ჟორჟოლიანის და სხვა ფონდების დაყადაღების თემა, ეს წარმოუდგენელი სამარცხვინოს აქციელი და უდიდესი უსამართლობა. მაშინ, როდესაც ნანუკას ფონდმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. არა ერთი და არა, სულ ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ეს მხოლოდ რამდენია, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდმა ხალხო გადაარჩინა ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ათასობით ბავშვის სიცოცხლე და დღეს შეიძლება რომ რომელიმე ექიმი მე ამ შემთხვევაში როგორც ჩემი სფეროს წარმომადგენელი ვისაუბრებ, დღეს იყოს ჩუმად? ნუ ეს ხო წარმოუდგენელია. რამდენი ადამიანი მარტო მე მომართავ და რამდენი ექიმი რომ იქნებ ნანუკას თხოვა რომ იციან რომ ნანუკას ვიცნობ, ნანუკასთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა, რომ იციან რომ
მას ვიცნობ რამდენს მხოლოდ მარტო ჩემთვის დაურეკავს. რომ დაურეკო იქნებ ნანუკას, რომ აი ჩემ პაციენტს ესა და ეს უჭირს და დაეხმაროს. და დღეს ბევრი მათგანი დუმს. ეს არის უდიდესი სიცხული და უდიდესი დანაშაული. დღეს უნდა ვიყოთ ჩვენ ისეთი ერთიანები, როგორიც არასოდეს და აუცილებლად ერთიანობა მიგვიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე. ძალიან დიდი მადლობა სოფო ჯაფარიძე, მედიკის დამფუძნებელი, რამაზ მუსიაშვილი, ინტერვენციული კარდიოლოგი იყვნენ ჩვენი სტუმრები.